მოგეხსენებათ, დღეს დაიკითხა მოწმე პირად ჩხრეკაში მონაწილე და ერთ-ერთი დამკავებელი გიორგი როსტოფიძე. დღეს მან სასამართლოზე მისცა ჩვენება, რომ ნიკოლოზ კაცია თითქოს და დაკავებულიყო ვართაგავას ქუჩაზე, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც ბრალდების მხარის მიერ გამოიკითხა 2025 წლის 13 იანვარს, რომელზეც დადასტურებული აქვს, რომ წაიკითხა, გაეცნო სწორია და აწერს ხელს. შესაბამისად, მან თავისი ხელმოწერების ისწორებს დაადასტურა სასამართლო პროცესზე. მან ამ გამოკითხვის ოქმში წერია, რომ ნიკოლოზ კაციას ფაქტობრივი დაკავება მოხდა გლდანის მერვე მიკროში 29 კორპუსთან მიმდებარედ, რაც ნიშნავს, რომ ნიკოლოზ კაციას საცხოვრებელი სახლია ამ მისამართზე. თუმცა თავიდანვე, როდესაც ნიკოლოზ კაცია დააკავეს, ის პირველივე დღეებიდანვე იძახდა, რომ მისი დაკავება განხორციელდა მის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რასაც ბრალდების მხარე ჯიუტად უარყოფდა და დღეს მოწმესთან მიმართებაში, როდესაც გამოვაქვეყნეთ მისი ჩვენება თუ რატომ იყო აღნიშნული სხვაობა წარმოდგენილი ინფორმაციების შორის, მან განმარტა, რომ უბრალოდ არ იცის. თუმცა ესეც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ მას პასუხი არ ჰქონდა თუ რატომ იყო სხვაობა, რატომ მისცა გამოძიება სხვა ინფორმაცია და რატომ მისცა დღეს სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებს, რომ ნიკოლოზ კაცია დაკავების და ჩხრეკის ოქმებს გაეცნო და ხელმოწერით დაადასტურა. ხომ ასეა? იმავე პრინციპით გაეცნო გამომძიებელი ამ გამოკითხვის ოქმს 7 გარემოში მისივე სამუშაო ოფისში და შესაბამისად დაადასტურა ამ ინფორმაციის სისწორე. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ადამიანს აკავებენ და დაკავების მომენტში ხდება ამ ინფორმაციის გაცნობა და გამომძიებელი, რომელიც 7 გარემოში გამოიკითხება, ამასთან რო შევაფასოთ აღნიშნული გარემოებები, ხომ, რომელიც უფრო აქვს ვალდებულება იმის, რომ სისწორე დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში მოწმემ, როდესაც გამოკითხვის ოქმზე ხელი მოაწერა, განმარტა და იქ გაფრთხილების ნაწილიც არის, რომ ცრუ ჩვენებისა და ცრუ დასმენის შესახებ, ხომ, მას არ აქვს უფლება გასცეს ცრუ ინფორმაცია. ამის შემდგომ მოდის სასამართლოში და იძახის უკვე უთითებს განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებას. მithumetes თუ იმის გათვალისწინებითაც, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მათ შორის ნეიტრალური მტკიცებულებები და თქვენ უარი გითხრეს ვიდეოკამერების მოპოვებაზეც. რა თქმა უნდა, ამასთან მიმართებაში, როდესაც სასამართლომ საერთო ჯამში უნდა იმსჯელოს მოწმის ჩვენების ისწორეზე და სისუსტეზე, ამ შემთხვევაში უკვე ის აღარ არის შესაბამისი სტანდარტით, ზუსტად სწორად ახსენეთ იმ პირობებში, როცა არ გვაქვს ნეიტრალური მოწმე, როცა არ გვაქვს ვიდეო გადაღება, ამასთან ერთად გვაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მოწმის, რომელიც სასამართლოს მხრიდან, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნას გაზიარებული, მაგრამ საერთო ჯამში მთელი პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოზე, როდესაც მოდიან და საუბრობენ პიროვნების დაკავებასთან მიმართებაში გვაწვდიან ინფორმაციას და თითქოს და არაფერი არ ახსოვთ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც მათთვის სასარგებლოა, ეს არა მხოლოდ ბრალდებულის მიმართ დამოკიდებულებს, ეს არის მართსაჯულებისადმი უკვე დაცინვაც ვეღარ დავარქმევ, ეს არის არასწორი უპატივცემულობა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ აღნიშნულ გარემოებას სასამართლოს მხრიდან ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს, ვინაიდან აღარ განმეორდეს, რომ მართსაჯულება ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს პოლიციელების მხრიდან.